ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების ცენტრალური ინტერპარტიული შეხვედრა გაიმართა. პროექტში ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის 13 ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ და შეხვედრის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა გახდა. ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფს სტუმრად სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები ჰყავდათ, რომელთაც პირადობის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ გეგმებსა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ბიომეტრიულ მონაცემებით აღჭურვილი პირადობის მოწმობების საკითხებზე ისაუბრეს. პროექტი არის ახალგაზრდული ფორუმისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენთვის როგორც ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება. დღეს იმართება მეორე სამუშაო შეხვედრა. ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებმა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ახალგაზრდული ფორუმის ინიციატივით ჩამოყალიბებული კომისია პოლიტიკური პარტიების ინიციატივებს განიხილავს. კომისიაში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, რათა როგორმე გავაძლიეროთ და დავძლოთ ის პროცესი, რასაც გვია ახალგაზრდების ჩართულობა.